ეს ჩვენი სკოლაა, ჯიჯი გიმნაზია. ჯიჯი არაჩვეულებრივია. არაჩვეულებრივი იმიტომ, რომ ჩვენ არა მხოლოდ გაკვეთილებს ვსწავლობთ, ასევე ვიზრდებით დიდი სპორტსმენები, მსახიობები, მომღერლები, მწერლები, მოცურავეები, ჟურნალისტები, ექიმები და სხვა. ამ ყველაფერს კი ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი წარმოგიდგენთ სახალისო მინიატურებით. მე კი გაბრიელ ჯიგია ვარ, ჯიჯის ნოველების მთავარი კომენტატორი. ეს ქალბატონი ნინო ჭიჭინაძე, ჩვენი სკოლის დირექტორი. მიუხედავად კაცრი იერისა, ქალბატონი ნინო ძალიან კეთილი ადამიანია და ყველასთვის საყვარელი მასწავლებელი. ახლა კი კადრში ხედავთ უტუტორეს თაკოს. მიუხედავად კაცრი იერისა, თაკო ტუტორი მართლა მკაცრია. თაკო ტუტორის გამოჩენაზე დისციპლინა ორმაგდება, ქარი დგება, წვიმა წყდება. და თუ ქალბატონი ნინო სკოლის ტვინია, თაკო ტუტორი სკოლის ნერვული სისტემა. ბავშვი მოწესრიგებული უნდა იყოს ქცევაში და არა მარტო ბავშვი. ეს სანდროა, ჯიჯის მესამე კლასის მოსწავლე. დღეს სანდროს დაბადების დღეა. მან ხიარული განწყობით შემოაბიჯა სკოლაში, მაგრამ მოიფიქრეთ სურპრიზი? რა სურპრიზი? შაბათკვირა როა? აი, გუქუნა რა ხდება რაში? ჩვენ დაბადების დღე არავის არ აქვს. მე კი არა მომილოცე ბატონო. გილოსავ შემოგარგო სანდრო გილოსავ. აბა ყოჩარი ბიჭი, მაგარი ბიჭი გაიზარდე. თანაკლასელებმა მოგილოცეს გასო. არავის არ ახსოვს. მართლა შემოვიდე? მოდი სანდრო, მოდი, რატომ დაგაგვიანდა? ბატონო, მას ვისაუბრებოდი. ეს საპატიო მიზეზია. ბატონი ომარი საინტერესო მოსაუბრეა. სანდრო, ხელში რა გიჭირავს? მას შეიძლება კაფედები დავარიგო? რატომაც არა? მაგრამ რა მიზეზით არიგებს სანდრო კაფედებს? ერთი ცალი არიგო? დღეს ხო განსაკუთრებული დღეა. ხო, თუ განსაკუთრებული დღეა, მეც განსაკუთრებულა. თვითონ რა გემრიელია? მივისმენ, კი, განსაკუთრებული დღეა. რა დღეა? სანდრო არ გებს კანფეტებს? ერთი კანფეტის გამო საათ ნახევარი საფეხზე რომ დგას. Ande ფიქრობ? ჩემ სურპრიზზე? სურპრიზია უთხრა. სანდრიკო, რა მოხდა ჩემო კარგო? რამე განსაკუთრებული გამიკეთე? რატო განსაკუთრებული სანდრო? ეს განსაკუთრებული დღეა. მივხვდი. მიხდი რიტა დეიდა? დღეს ხომ ღვეზელის დღეა.
გოზელის ღია. განსაკუთრებული სანდრო. შედი დროზე მუსიკის გაკვეთილი დარბაზში. ხოდა ჩემი დაბადების დღე. დიახ, რა დაგვავიწყებდა? ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. აი, ასე ხიარულად დასრულდა სანდროს არაჩვეულებრივი დღე სკოლაში.